კათოლიკურ სამყაროს ახალი ლიდერი ჰყავს სიქსტის კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარდინალებმა რომის ახალი პაპი აირჩიეს. კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაური რობერტ ფრენსის პრევოსტი გახდა, რომელმაც პაპად არჩევის შემდეგ სახელად ლეო მე-14 დაირქვა. ის არის პირველი ამერიკელი პაპი რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. უშინ კარდინალმა დომინიკ მამბერტიმ პრევოსტი 267 პაპად წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე თეთრი კვამლის ამოსვლიდან 1 საათში გამოაცხადა. აივანზე გამოსული ლეო მე-14-ის პირველი გზავნილი მსოფლიოსადმი იყო შვიდობა ყველას. მიმართვაში პაპმა ხაზი გაუსვა ეკლესიის მისიონერულ როლს და ქველმოქმედებას. უნდა ვეცადოთ ვეძიოთ თუ როგორ ვიყოთ ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს, დიალოგებს ამყარებს. ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში. ერთად უნდა ვეცადოთ ვეძიოთ თუ როგორ ვიყოთ მისიონერული ეკლესია, რომელიც ხიდებს აშენებს, დიალოგებს ამყარებს, რომლებიც ყოველთვის ღია ამ მოედანზე ხელგაშლილი ხელებით მიგიღოს, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს ყველა მიიღოს, ვინც ჩვენს ქველმოქმედებას, ჩვენს მონაწილეობას, დიალოგსა და სიყვარულს საჭიროებს. ასე რომ თქვენთან ერთად ლოცვამ სურს. ერთად ვილოცოთ ამ ახალი მისიისთვის, მთლიანად ეკლესიისთვის და მშვიდობისთვის მთელ მსოფლიოში. პაპად არჩევისთვის კარდინალთა 2/3 მხარდაჭერა იყო საჭირო, რაც პრევოსტმა როგორც ჩანს მე-4 კენჭისყრაზე მოიპოვა. მანამდე 2 წარუმატებელი კენჭისყრა 5 შაბათს დილით და 1 4 შაბათს ჩატარდა. როცა სიქსტეს კაპელის საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, სან-პეტროს მოედანზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა ახალი პაპის არჩევის შესახებ შეიტყო. ისინი ფაქტ შეძახილით შეხვდნენ გაუმარჯოს პაპს. რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ის 26 აპრილს დაკრძალეს. ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.